ვუყურებთ კურიერს 6 საათზე. დედაქალაქში კიდევ ერთი მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა. თემქაზე მდებარე 4 სართულიან შენობაში სუპერმარკეტი, სილამაზის სალონი, აფთიაქი და სტომატოლოგიური კაბინეტი იმუშავებს. სუპერმარკეტში პროდუქცია შედარებით დაბალ ფასად გაიყიდება. ამ ეტაპზე ახალ კომპლექსში 30 ადამიანია დასაქმებული, რომელთა მესამედი თბილისის მერის დასაქმების ბაზიდან შეარჩიეს. სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი აქ 100 ადამიანი იმუშავებს. მრავალფუნქციური ცენტრი გიგი უგულავამ გახსნა, მერი მოსახლეობასაც შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. ერთადერთი სწორი საშუალება ეკონომიკური გაჭირვების დაძლევის არის სწორედ ესეთი მცირე პატარა საშუალო ბიზნესის განვითარება. ამ ობიექტში 30 ადამიანია დასაქმებული და სრულად ამუშავების შემდეგ 100 სამუშაო ადგილი იქნება. მისასალმებელია ისიც, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველებმა, რომელსაც გადაწყვეტეს საქართველოში დაბრუნება, სწორედ მათ გააკეთეს, თორე ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია სხვადასხვა ქვეყანაში და სწორედ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია მათი მოზიდვა სამშობლოში და ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესის დაწყება. ერთადერთი სწორი გზა ისევე მეორე ყველა პრობლემის, სოციალური პრობლემების გადაჭრის არის სწორედ ბიზნესის ხელშეწყობა, რომელმაც უნდა დაასაქმოს ადამიანი. აქ ჩვენი რაიონის მაშინგავიარე ბაზაში რეგისტრაცია და მალე დამიკავშირდნენ და თავის მუშაობ დღეს გავიხსენით. კონსულტანტად მუშაობ.